ღირსება, ქადაგება, მორალური ზნეობრივი პრინციპები, ცხოვრების ასე ვთქვათ, მაღლა დადგომა ცხოვრებაში რაღაც მოვლენებზე. ეს არის თემა, რომელსაც განვიხილავ დღეს ამ ლაივზე. ვფიქრობ ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ასე ვთქვათ, მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი არის ღირსებით ევროპისაკენ და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც აი ამ ლოზუნგით სარგებლობს, ასევე იყენებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური გავლენის მეთოდოლოგიას და ხერხებს იმისათვის, რომ აწარმოოს თავისი, არ ვიცი, message box-ი თუ რაც ქვია და საერთოდ ყველანაირ პროპაგანდულ, ასე ვთქვათ, წარმონაქმნს მთელ მსოფლიოში აქ ხოლმე გავლენის ფსიქოლოგიიდან დასესხებული უამრავი რჩევა, უამრავი როგორ ვიმანიპულიროთ ადამიანების მასებით, მასობრივად როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა რა. ანუ ამას ქვია ეგრეთ წოდებული ბნელი ფსიქოლოგია. ანუ ფსიქოლოგიას აქვს ნათელი მხარე, სადაც ფსიქოლოგია ემსახურება ადამიანების კეთილდღეობას და მათ, ასე ვთქვათ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, უკეთყოფნას, განვითარებას, პროგრესს და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ არსებობს ასევე ბნელი ფსიქოლოგიის მხარე, რომელიც გულისხმობს, რომ ფსიქოლოგიური ცოდნა შეიძლება მიიღო და გამოიყენო ადამიანების საწინააღმდეგოდ. იქიდან გამომდინარე, რომ შენ უკვე მათი სუსტი მხარეები, მათი მოწყვლადობა და ასე შემდეგ იცი და შეგიძლია ამით სამწუხაროდ მანიპულირება. ამიტომაც ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია და ეს ყველაფერი ადრე ბნელ საუკუნეებში ძალიან ცუდი მანიპულაციების, დაასჯების და ადამიანის წამებების, ასე ვთქვათ, მიმდინარეობები იყო. და ეს ღირს რო სიფრთხილით გვახსოვდეს, რამდენად შეიძლება ადამიანებზე ამ ცოდნით ცუდი გავლენის მოხდენა და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად გეშტალტ თერაპიაში, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან მიხარია, რომ ესე ვითარდება, ჩემი ინფორმაციით, იმიტომ მე ამ სკოლის წარმომადგენელი ვარ, უკვე ვითარდება ეთიკის კომისია. ეს არის ძალიან ბედნიერება, ეთიკის კომისია არსებობს, მას ყავს თავმჯდომარე არაჩვეულებრივი ადამიანი ანუკი კალმახელიძე, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიო ეთიკის კომიტეტის წარმომადგენელია საქართველოს მასშტაბით გეშტალტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეთიკის კომიტეტი, როდესაც ჯანსაღად ფუნქციონირებს, ის არ არის კონტროლის აპარატი, არამედ არის ზუსტად აი ამ მხარდამჭერის და ასე ვთქვათ, გვერდში მდგომის ფუნქციის შემსრულებელი, რომ ფსიქოთერაპიული პროცესი, ფსიქოთერაპევტთა აქტივობები ჩაჯდეს ზუსტად აი ამ კეთილი და ნათელი ფსიქოლოგიის ჭრილში და შემთხვევით გაუცნობიერებლად არ გადავიდეს ბნელი ფსიქოლოგიის მხარეს. რისი რისკიც არსებობს და ბნელი ფსიქოლოგია, ეს შექმეული სახელია, ესეთი ტერმინი მეცნიერული არ არის, მაგრამ კარგად ასახავს, რაზეა საუბარი, გულისხმობს ადამიანებით მანიპულირებას, მათ დამცირებას, მათთვის, ასე ვთქვათ, მათი ცხოვრების გაკონტროლებას და ასე შემდეგ. რაც არაცნობიერად თუ ხდება, დიდ მასშტაბს ვერ იძენს ხოლმე, მაგრამ მაინც შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. აი მე მაგალითად, ჩემ საკუთარ თავზე გამოვცადე გარდატეხის ასაკში, რომ მე მყავდა მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მერეც წლების მანძილზე მეგობრობდი და უახლოესი იყო ის ჩემთვის. და როცა ამ ადამიანთან დავმეგობრდი, სამწუხაროდ მისმა ფსიქიატრმა, რომელსაც ახლა არ დავასახელებ, თუმცა სხვათა შორის ყოფმანობ ხოლმე და მაქვს დილემა, რომ დავასახელო, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ფსიქიატრია, მისი დიაგნოზის შესახებ იჭორავა თავის დაქალთან, რომელმაც შემდეგ იჭორავა დედაჩემთან და ჩემი ცხოვრების დაახლოებით 8 წელი, მეგობრებო, რამხელა გავლენა იქონია. 8 წლის მანძილზე მეგობრობდი ადამიანთან და პარალელურად ჩემ ოჯახში მუსირებდა, რომ აი მე ეს გიჟია, ამასთან რატომ მეგობრობ, როგორ შეიძლება ამასთან მეგობრობა და ეს გიჟია და ავანტყოფია და აი ფსიქიატრმა ეს თქვა, ფსიქიატრმა ის თქვა. წარმოგიდგენიათ და ამ ინფორმაციასთან მე გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს მიწევდა, რომ ხმა არ ამომეღო, ანუ ტაბუ დამედო.
არც იმ ადამიანთან ვისთანაც მეგობრობდი, არც მის ნათესავებთან თუ ოჯახის წევრებთან, ჩემი ოჯახიდანაც ვეღარ გამქონდა. ანუ ფაქტიურად მის მიერ, ასე ვთქვათ, არაეთიკურად გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩემთან 15 წლის ადამიანთან პოვა ეთიკური რაღაცნაირი შემოსაზღვრა და შემოფარგლა და მე ინტუიციით უბრალოდ ის არ გავავრცელე. ეხლა რომ ვიხსენებ, ანუ ჩემი ინტუიცია რაღაც როგორ გითხრათ და ალბათ ყველა ადამიანის ინტუიცია არის ძალიან ძვირფასი მოვლენა რა ინტუიციით გავჩერდი იცი იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მექნა ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ფსიქიატრზე და მის შემოგარენზე და იმ დაქალზე და ყველაზე რომ ამ ჩემ მეგობარზე ასე ისაუბრეს რა მაგრამ მეორე მხრივ გავჩუმდი იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და მინდა გითხრათ რომ ეს ველი რომ არ ვიცოდი და ჩიხში გრძნობდი ამ საკითხთან თავს ეხლაც ასეა მე არ ვიცი თქვა ამ ფსიქიატრის სახელი ხმამაღლა არ თქვა უთხრა ჩემს კოლეგებს თან ძველი ამბავია ამას უბეშერთი რა ვიცი 20 წელი გავიდა ხო მას მერე მაგრამ აი დაახლოებით 8-10 წელი მომდევდა გავლენა იმისა რომ ამ ადამიანმა ეთიკურად ეთიკის წესი დაარღვია და გათქვა თავისი პაციენტის ინფორმაცია და ეს იმაზე კი არ არის საერთოდ პაციენტზე ან კლიენტზე რა საუბრობს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ამაზე კი არ არის მთლად საერთოდაც იმაზე რომ ეს პაციენტი ან კლიენტი მასთან დადის თუ არ დადის ესეც კონფიდენციალურია ანუ ინფორმაცია ყველა მხრივ კონფიდენციალურია დიაგნოზებზე და ჭორაობაზე საერთოდ სად არის ლაპარაკი და 20 წლის წინ არავითარი ეთიკის კომისია არ იყო და შეიძლება არც იცოდა იმ ფსიქიატრმა რომ ეს არ უნდა გააკეთოს შეიძლება არ ვიცი გამორიცხული არ არის მაგრამ ფაქტია რომ მან ზიანი მომაყენა მეც ჩემი და იმ ადამიანის ურთიერთობას ჩვენ შემოგარენს ჩემს ურთიერთობას დედაჩემთან ძალიან დიდი გავლენაა ნახეთ რამხელაა ერთი სიტყვით და ერთი ზედმეტი საუბრით მან ძალიან დიდი გავლენა გადაავრცელა უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე ნეგატიური და ბნელი Okay, ну ეს გადავდოთ გვერდით. ეხლა რა არის ეს ნეგატიური და ბნელი ფსიქოლოგიის როცა ცდილობენ თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ, როცა ეს ასე არ არის, გუ შეიძლება ამ манипуляციას შეეწინააღმდეგო. აუცილებლად გიპასუხებ ბათუმ. მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვაა და მნიშვნელოვანი. ეხლა დავასრულებ ჯერ ამ ღირსებაზე საუბარს, რომელიც გახდა message box-ი ჩვენი პოლიტიკური პარტიის, რომელიც სამწუხაროდ ურთიერთობას იფუჭებს დასავლეთთან ნებსით თუ უნებლიეთ და ამას ირონიულად ვამბობ ფაქტია რომ იფუჭებს იჭერს უდანაშაულო ადამიანებს და მე როგორც ფსიქოთერაპევტი როგორ გითხრათ ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია რომ ადამიანები ვინც ამ პარტიას გულწრფელად უჭერენ მხარს იარონ მათ თერაპიას და მე შემიძლია მათ მოусმინო არ არის ეს ჩემთვის პრობლემატური მე მათ მხარდამჭერ ტელევიზიაში ყოფილი ვარ და მისაუბრე იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან მაგრამ თვითონ ამ message box-ის უკან არსებული მოძალადეობრივი სისტემა ის მოძალადეები რომლებიც უკვე ცნობიერად ახორციელებენ ამ პროპაგანდას რომლებიც იჭერენ ამ ხალხს აწვალებენ აკისრებენ ისედაც გაუბედურებული ქვეყნის მოქალაქეებს, ჯარიმებს, აი მათ მიმართ მე არ შემიძლია, იცით, შინაგანი კონფლიქტი მაქვს და ამიტომაც მე მათთვის ვერ ვიქნები თერაპევტი და ვერც იმას ვიზავრო, ეხლა ხმა არ ამოვიღო ამ თემაზე და ვიყო ჩუმად. მე არ ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპევტი ვალდებულია იყოს ჩუმად. მე მიჭირავს ნეიტრალური და მიმღებლური განწყობა მაქვს მათ მიმართ, ვინც ასე ვთქვათ თვითონ არის გულწრფელად ჯერ კიდევ ასე სჯერა რომ ეს ესეა და ეს ყველაფერი სწორად ხორციელდება და ღირსება უნდა შევინარჩუნოთ ნახე იმიტომ რომ მე თვითონ ფსიქოლოგი ვარ ვიცი რომ მოწყვლადია ადამიანი ასეთი შეგონებების მიმართ აი ღირსებაზე რომ მიდის საუბარი რაღაცნაირად შევიშმუშნებით ხოლმე ნახე ღირსება ვაიმე ღმერთო თუ ღირსებას მართმევენ ან ღირსება ეჭქვეშ დადგა ჩემი ღირსება იმიტომ ღირსება არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხო შინაგანად ადამიანისთვის მას სამწუხაროდ манипуляციის თელი ამბავი ამაშია რომ манипуляცია არ გეტყვის რომ მოდი ამორალურად მოვიქცეთ მოდი უღირსად მოვიქცეთ ამას манипуляცია არასოდეს არ იტყვის და იქ დგას ხოლმე манипуляციის სუნი სადაც მიდის მორალის ღირსების ასე ვთქვათ რაღაცა სიკეთის და ასე შემდეგ ქცევებისკენ პროპაგანდა და მოწოდება აი აქ დგას ძალიან მწვავედ ასე ვთქვათ манипуляციის სუნი იმიტომ რომ კეთილი ჩანაფიქრით ბჭყალებში
შეიძლება ადამიანების მართვა ეს გავლენის ფსიქოლოგიაში ცნობილია რომ ყველაზე დიდი გავლენის მომხდენი ადამიანზე არის ცნება სიკეთე და ალბათ მას მერე უკვე მოდის ღირსება, მორალი, პატიოსნება და ასე შემდეგ და ზუსტად ამაზე გვაჭერენ დღეს ძალიან მწარეთ და გვეუბნებიან ღირსებითო გეგონება რომელიმე ქვეყანა ამ პლანეტაზე არის უღირსი ამისი ფიქრი არის აშინელი სიბეცე, რომ რომელიმე ქვეყანა ან რომელიმე ერი თავის თავში, აი ეს პოლიტიკა რო ჩამოაშორო და ეს რაღაცა უცნაური ძალადობრივი კანონები არის უღირსი. ადამიანი არ დადის დედამიწაზე, რომ ეს თანდაყოლილად არ ცდილობს, სანამ რა ვიცი, რაღაცა საშინელება მას არ შეემთხვევა, რომ იყოს ღირსეული, კეთილი. გაწონასწორებული, არ ვიცი, სიკეთის მომტანი, ეს პირდაპირ ინსტინქტი არის, რომელიც ადამიანიდან ამოდის. ეხლა რა შეიძლება გავაკეთოთ ბათუშე რო გიპასუხო, როცა ცდილობენ თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ და რო იცი რომ ეს ასე არ არის და როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგო. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ადამიანები ცდილობენ, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო და შეიძლება გამოსდით, მაგრამ შენ მაინც აკეთებ შენსას, გილოცავ, ეს არის ძალიან ჯანსაღი და ჯანმრთელი მოქმედება, იმიტომ რომ ადამიანებმა ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიეთ ან გაუცნობიერებლად ძალიან კარგად იციან, რომ თუ მორალზე მოგაჭერენ, არის შანსი, რომ რაღაცა გაგაკეთებინონ ის, რაც შენი არ იყო, საშენო არ იყო, ან შენი ნებით არ იყო, ან ბევრი სხვა რამ. და თუ დანაშაული იგრძენი, მაგრამ აკეთებ მაინც შენსას, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ პიროვნება ძლიერია. პიროვნებას აღარ ეშინია და შეუძლია დაიტიოს დანაშაულის გრძნობა. ეს არის პირველი ნაბიჯი. კი, თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ ვთქვათ, ტოქსიკურ მეგობართან აღარ მეგობრობ, იმიტომ რომ სადღაცა ეთიკურად თუ ემპათიით ცოდოა და რაღაცა დანაშაულს ეს ჩემში შეიძლება იწევს, თუ ჯერა ეხლა დავიწყე ჩემ თავად ყოფნა, თუმცა მე ვუძალიანდები თუ ვუმკლავდები თუ შემიძლია ამ დანაშაულის გრძნობასთან ერთად არსებობა, ანუ ეს დანაშაულის გრძნობა იმდენად ზემწოლი აღარ არის ჩემი პიროვნული მესთვის, რომ მე თოჯინასავით ნაბიჯები გადავდგა და ვაიმე საწყალი ჩემი ტოქსიკური მეგობარი და გავიქცე და ისევ იმ ტოქსიციზმში გავყო თავი. აღარ მაქვს ეს სინანულის, ასე ვთქვათ, ამხელა დოზა და ეს დანაშაულის გრძნობა ამხელა ზეწოლას ვეღარ ახორციელებს ჩემზე და ოკეი, გრძნობ, ცუდი გრძნობაა, მაგრამ არ მივალ. არ შევიცოდებ და არ მივალ იმ ტოქსიკურ გარემოში, რაშიც ვიყავი, ხო? ეს პირველი. ეხლა მეორე. თვითონ ამ გრძნობისგან როგორ გავთავისუფლდე, ხო? იმიტომ რომ შემაწუხებელი გრძნობაა. თან არავინ დაცული არ არის ცხოვრების არც ერთ მომენტში, რომ რაღაცა სიტუაციაში ვიღაცა არ მოახერხებს, რომ ასე ვთქვათ, დაუმსახურებლად თავი დამნაშავედ იგრძნო. შეიძლება მაინც მოახერხონ. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ფსიქოშემეცნებით კურსზე რომელიც გამოცხადებული მაქვს და ადგილები უკვე ივსება, ეხლა ცოტაღა დარჩა. 2 ადგილია დარჩენილი. მან პირველივე, ასე ვთქვათ, შეკრების თემა არის პიროვნული მე. იმიტომ რომ პიროვნული მე და მისი საზღვრები არის ზუსტად ის მოწყვლადი წერტილი და ის დაიგნორებული ქვაკუთხედი ადამიანის, რომელსაც არავინ თითქოს დიდ ყურადღებას არ აქცევს და მე შედეგი ესა გვაქვს. თუ პიროვნული მე შეშინებულია, რომ ვაიმე დანაშაული არ ვიგრძნო, ვაიმე ხალხი რას იფიქრებს, რომ უღირსი ვარ, ან ვაიმე ნახე სირცხვილიაო, მეუბნებიან, სად ჩავძვრე, სად გავიქცე, არ ვიცი ახლა როდესაც მარცხვენენ რა და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ძალა აქვს ჩემზე. იმიტომ რომ მე ჩემს პიროვნულ მეს არ გამაჩნია ისეთი კარგი და მკაფიო საზღვარი, რომ გავმიჯნო, რომ ესენი სხვები ჩემს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაზე რომ ასე ზემოქმედებენ და манипуლირებენ, თუ არ შემიძლია გავუძლო აი ამ ნეგატიურ ემოციებს, რაც მოაქვთ. კი, შეუძლია ხალხს, აი 40 კაცმა ეხა რომ დამიძახოს, რომ სირცხვილია, რას ლაპარაკობ, ალბათ ვიგრძნობ, იცი? ძალიან დიდი შეღწევადობა აქვთ. ხო და აი ეს რაღაც როგორ გითხრა message box-ი რაც არის დღეს და ეს როგორ გითხრათ, კი, სადღაც პოლიტიკური ლაივიც არის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილია, გვინდა არ გვინდა მოგწონს, არ მოგწონს და ასე შემდეგ და მე მინდა ვისაუბრო ხმამაღლა, რა ბნელი ფსიქოლოგიური манипуლაციების, რა ბნელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების თუ გავლენის მოხდენის მექანიზმები ამ message box-ის უკან.
როდესაც მიდის პედალირება ღირსებაზე, პატიოსნებაზე, ტრადიციებზე, მორალზე, ბატონო ჩემო, ადამიანები, რომლებიც ხოცვა ჟლეტაზე აწერენ ხელს, მეორე მხრივ შემოგხედავენ და მორალზე გესაუბრებიან და ეს ესეა. საერთოდ ადამიანი რო დგას და მორალს კითხულობს, მე მეშინია ხოლმე. იმიტომ რომ ამასობაში უკვე გავერკვიე, როგორ ფუნქციონირებს ფსიქიკა და ნახეთ ახლა რა ხდება. ორი ვარიანტია რა, ძალიან გავრცელებული, თორე ისე ვარიანტები ყოველთვის ძალიან ბევრია. თუ ადამიანი მორალზე ძალიან წიხს აჭერს და საუბრობს ბევრს და ქადაგებს, რომ აი ეს ამორალურია და ეს ღირსების შემლახველია და ამაზე მაღლა როგორ ვერ დადგნე და სამარცხვინო და არც კი აი ღირსიც კი არ არის ჩემი პასუხის და ესეთ რაღაცებს რო საუბრობს, პირველი ძალიან გავრცელებული და შედარებით ადამიანური ვარიანტი არის, რომ მას შინაგანად აქვს როგორ გითხრათ, გახლეჩვა. დისონანსი აქვს თავის შიგნით, ფიქრობს, რომ სადღაცა უღირსად მოიქცა, სადღაც არ მოიქცა პატიოსნად, ან შერცხვა რაღაცა საკუთარი გრძნობების და არ უნდა რომ ესენი შეიგრძნოს, რაც არის იქ მოცემული, იმიტომ რომ შესაძლოა ჩაყოლილია, რომ ბავშვობაში მათი დატევა იყო ძალიან მძიმე და ბავშვი ვერ ციტებს ამ გრძნობებს. ამიტომ დევნის და ჩაყოლილია ეს და ეს არის პირველი ვარიანტი, რომ ადამიანი გარეთ იმ თავის უღირს იმპულსებს ბჭყალებში უღირს, რასაც თვითონ რაცხავს უღირსად, გარეთ ქადაგებს, რომ ეს არასწორია და ამით იწონასწორებს თავს, ცდილობს, რომ სხვა ადამიანები დაარწმუნოს და აი იმათ რომ დაარწმუნებს, მე თავის თავსაც უკეთ დაარწმუნებს, ანუ ფაქტიურად თავის თავს უქადაგებს რა. თუ ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, რომ ღალატი არ ალბათ სადღაცა გულის სიღრმეში მას უნდა ღალატი, არ ვიცი. ესეთი არის ფსიქოლოგია, გაგიჟდებით რა არის ადამიანი რა. ან თუ ძალიან პედალირებს იმაზე, რომ აი ღირსება, ტრადიცია, ისა ესა, შესაძლოა სამშობლოს მიმართ განხეთქილება აქვს ჩაფიქრებული, ან ნაგრძნობი შინაგანად. ოღონდ ეს არის ადამიანური მხარე და ეხლა არის მეორე მხარე, როდესაც ეს ქადაგება და ეს მორალური ზეწოლა და ეს ძალიან დიდი აი ღირსებით პედალირება და ასე შემდეგ, არც ისეთი ადამიანური, ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან მოდის და კიდევ უარესია. ის ადამიანურია. მე შეიძლება ჩემ თავში ვებრძვი ღალატს და ამიტომ შეიძლება აქციები გავმართო, რომ ღალატი არ ვარგა. მივხვდი, გამოვიდე და აი ღალატი მოღალატე ხალხი დასახოცია, დასაჭერია, ესენი ვიძახო და ძალიან ცუდია ეს, ღალატობრივია თავის თავში, მაგრამ ანუ ეს სადღაცა ადამიანურია რა, ძალიან რომ შეიძლება ჩემში არის ის რაღაც ღალატად შერაცხული რაღაც მოქმედება, რაც ვეწინააღმდეგები და ამიტომ გარეთაც ესე ვსაუბრობ. ნუ ეს ერთი. ამას პროფესიული ტერმინით ლატენტობა ქვია. ანუ ადამიანი თავის თავში რაღაცას ატარებს, არ აღიარებს, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელია მისი ღირებულებათა სისტემისთვის და გარეთ აწერს ხალხს და გარეთ გაჰყვირის. ეს ძალიან ადამიანურია. აი სხვათა შორის ამერიკული სილამაზე როა ფილმი, იქაც არის ეგ მომენტი, რომ ბოლოს ირკვევა, რომ თურმე ეს კაცი, რომელიც ყველა გეის და ყველა ჰომოსექსუალს ეძახის, არ ვიცი, ქათმებს და მამლებს და რაღაცა საშინელი შეურაცხყოფით მიმართავს და მოიხსენიებს, ხო? აღმოჩნდება, თურმე თვითონ არის ლატენტურად ჰომოსექსუალი და რა ტრაგიკულია და რა ადამიანურია ეს, ხო? ეგ სხვა ამბავია. და არის მეორე რომელიც ძალიან უკავშირდება ამ ჩვენს პოლიტიკურ მდგომარეობას და ვითარებას დღეს, რომ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს ღალატი. მას გადაწყვეტილი აქვს ღირსების შელახვა. მას გადაწყვეტილი აქვს რაღაცა გაყიდვა, რაღაცეების გაფუჭება. როგორ გითხრა, მისი ჩანაფიქრი კეთილი არ არის და ეს იცის და ამიტომაც გამოვა, რომ ძალიან ზუსტად რო იცის ეს ყველაფერი და რო აიფაროს კარგი შირმა და კარგად იმანიპულიროს, საუბრობს პირიქით და ეს ყველაფერი ცნობიერდება. აქ არა მაქვს მე ლატენტობაზე საუბარი რა. მან უბრალოდ კარგად იცის ადამიანისთვის რა არის ღირებული, კეთილი ადამიანისთვის, ესენი არის სრული უმრავლესობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამოდის და ადამიანს ესაუბრება მორალზე, ზნეობაზე და ღირსებაზე და ორი ბენეფიტი აქვს. ერთი, ადამიანებისთვის ძვირფასია ღირსება, მორალი და არ ვიცი, ოჯახი და ეს ღირებულებები და ღირებულებები მინდა გითხრათ. იმდენად დიდი ძალის მქონე ადამიანის ფსიქიკაში, რომ შეიძლება თავს ინადგურებდეს ფსიქიკა და ღირებულებაზე არ ამბობდეს უარს. აი რაღაცნაირია, იცით, აი ჩვენ ვისწავლეთ, რომ ყველა დაცვის მექანიზმის უკან, აი რომ გადაფხიკობ ჭყალებში, ხო? მოიგებ ღირებულებას.
აი დაცვის მექანიზმი, რომელიც ზოგჯერ ადამიანს უნადგურებს ცხოვრებას. შეიძლება ოთახიდან ვერ გამოდის ადამიანი ან ლოგინიდან ვეღარ დგება და ასე შემდეგ და ძალიან ძლავრად არის მასში რაღაც დაცვის მექანიზმი მოცემული. კარგად რომ დააკვირდე, ძირი და წყარო ყოველთვის არის რაღაცა რწმენა, რაღაცა ღირებულება, რაღაცა წარმოდგენა, რომელიც მასში აი ის არის გაძვალებულია, შესისხორცებულია და აქედან ამოდის თვითდესტრუქციაც კი. ინსტინქტს უპირისპირდება გადარჩენის და შეუძლია ეს, ხო? და ეს რო იცის ახლა ბნელი ფსიქოლოგიის გამომყენებელმა ადამიანმა, რომ ესეთი ძვირფასია ადამიანისთვის მისი ღირებულებები, ზუსტად მან დააჭერს. არც ერთი მანიპულატორი არ გამოვა და არ იტყვის, რომ მოდი უღირსად მოვიქცეთ, მოდი ტრადიციებს დავაფურთხოთ, მოდი რაღაც, როგორ გითხრათ, ჩვენი ქვეყანა დავაღალატოთ და მტერს შევეკრათ და მტერთან ვიყოთ გაცინებულ და რაღაც დაახლოებულ მდგომარეობაში. ამას არ იზავს არც ერთი მანიპულატორი. არც ერთი პროპაგანდის მანქანა არ იტყვის, რომ მე პროპაგანდა ვარ, ხო? ამაშია ზუსტად ამოცნობა. რას აკეთებენ ისინი და რას აკეთებენ ახლა ნახე, პედალირებენ, რომ აი ღირსება დაგვეკარგება, აი როგორ გითხრათ, ადამიანს ამ დროს შეება შია, აი მშიერია. ან შეიძლება, არ ვიცი, გაზის გადასახადი აქვს, გადასახდელი, აი მე მაქვს. რაღაცა მოხდა ჩემს სახლში, ახლა სადაც ვცხოვრობ და რაღაცა დაიწვა გაზი, მე გაურკვეველი იყო, ვინ დაწვა, მდგმურმა დაწვა, იმან დაწვა თუ ამან და ბოლო-ბოლო მე ვცხოვრობ აქ და მე შემეტენა ეს პასუხისგებლობა და რაღაც გადანაწილებები მაქვს გაკეთებული, არ ვიცი, ჯამში რაღაც 3000 ლარამდე იყო დამწვარი და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ეს გადავიხადო, ხო, ჩემი შრომით. კი ბატონო, ხდება ესეთი რაღაცები, არ წუწუნებ და ვიხდი, მაგრამ შესაძლოა მე ეს გაზის გადასახადი რომ აქვს გადასახადი და ესე რომ წიხლი მაქვს ჩაჭერილი და ესეთი კიდე ძალიან ბევრის მოყვანა შეიძლება საქართველოში, უამრავია. ზოგს რა უჭირს და დილას შეიძლება გაიღვიძო და 20 ლარი გაქვს მარტო ანგარიშზე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ნახე, ინსტინქტს როგორ უპირისპირდება ღირსება და ღირებულებები და რა არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ აი როგორ გითხრა მე რამდენად, არ ვიცი, მაფასებს ჩემი ნათესავი. მაფასებს თუ არ მაფასებს და აი ამაზე შეიძლება ვიდარდო მთელი დღე, რომ ჩემმა ნათესავმა დაბადების დღე ისე არ მომილოცა, როგორც მე მინდოდა, ესე იგი არ მაფასებს, საჩუქარი არ მიყიდა და ამაზე ვნერვიულობ, მეგობრებო, ეს ძალიან ადამიანურია და ეს იციან მანიპულატორებმა და იციან მათ, ვისაც უნდათ ადამიანების მართვა და მათზე გავლენის მოხდენა. ამაზე ისეთი კვლევებია ფსიქოლოგიაში გაგიჟდებით, ესე იგი ადამიანმა ასე ვთქვათ, ეთიკა და მორალი არ გაიწყვიტოს, თორე ისეთი მანიპულაციების გაკეთება შეიძლება მით უმეტეს მასაზე. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ვიცით, რომ მასა ანუ ჯგუფი ადამიანთა თუ ერთად არის, მათში კრიტიკული აზროვნება ეცემა. ეს არის მეცნიერული ფაქტი. ანუ აი 40 კაცი რო დასვა და რაღაცა მიაწოდო აზრი, კრიტიკული აზრი შეიძლება საერთოდ არ გაჩნდეს ამ 40 ადამიანში. ატრიალონ იგივე. ნახე, რაღაცა ეფექტია ეს გავლენის ფსიქოლოგიიდან ისევ, რომ ასეთ 40 კაცს რო რაღაცა იდეას ასე ვთქვათ მიაწვდი, ისინი აი უკრიტიკოდ დაატრიალებენ. სამაგერად სამნი თუ იქნებიან, შეიძლება სამივე სხვადასხვა აზრზე იყოს და დახოცონ ერთმანეთი დისკუსიაში და კამათში. აი ესეთი ფენომენია. ამიტომაც ეს მასობრივი გადავრცელებები მასაზე მის მოხდენა, გავლენის მოხდენა ბევრად იოლია, ვიდრე ერთ და ორ ადამიანზე და ეხლა ამაზე რას აკეთებენ ხოლმე. თქვათ არის დიდი ორგანიზაცია და რაღაცა საკითხი არის დისკუსიის ქვეშ და უნდა გადაწყდეს და კრებაა, ხო? ჭკვიანი ორგანიზაციები ამ კრებას ერთად არ ატარებენ. ამ საკითხს დაყოფენ ჯგუფებს, თქვათ, რა ვიცი, რამხელაც არის ისე, რომ 3 ან 4 ნაწილად ცალ-ცალკე ოთახებში დასვავენ, მისცემენ ამ ასეთ რაღაცა შინაარსს, რომელიც დასამუშავებელია და ცალ-ცალკე ამუშავებს ეს ხალხი. და რო გამოდიან სხვადასხვა შედეგებით, მერე მაგაზე კიდე ცალკე დისკუსია მიდის. ერთი და იგივე შედეგით არ გამოდიან. და თუ ამ მთელს ჯგუფს თუ ერთ საკითხს ერთად მისცემდნენ, ისინი აუცილებლად ერთ დასკვნამდე მივიდოდნენ, ეს ხო ფიზიკაა. ანუ აი ესეთი გავლენის მოხდენის ბერკეტები და მექანიზმები სამწუხაროდ ძალიან კარგად იციან საქართველოში მართველი პარტიის არ ვიცი ვინ ადგენს ამ მესიჯ ბოქს, მაგრამ მე ვიცი რომ ბატონ ბიძინას აქვს ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური განათლება, ამის შესახებ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დაინტერესებულია ფსიქოლოგიით და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ კარგად გამოსდის მას ამ ფსიქოლოგიური ხრიკების გამოყენება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ეთიკური. ეთიკის ნორმებს ძალიან ეწინააღმდეგება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკა საერთოდ ეთიკას არც ვიცი საერთოდ აღიარებს, მე მინდა პოლიტიკოსებს ვკითხო, თუ ვინმე
ერკვევით პოლიტიკაში ან ხართ აქტიურად ჩართულები, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკაშიც, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკის ნორმები. ვინც ამაში ერკვევით, თუ დამიკომენტარებთ, ძალიან მადლობელი დავრჩები, მაინტერესებს ეს კითხვა მაწუხებს, იმიტომ რომ ვუყურებ. ასე მეჩვენება, რომ თითქოს, საქართველოს მაგალითზე ასეა და სხვა ქვეყნებშიც ვიცით, რომ ძალიან დიდი გარღვევები ყოფილა ეთიკაზე, ხო? რამდენად ეთიკურია, ეთიკა მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და მოეთხოვება ადამიანს, აი როგორც ფსიქოლოგიაში თქვათ, მოეთხოვება. თუ ადამიანი პირობითად თერაპევტი თავის კლიენტზე მანიპულირებს, ან ცდილობს რაღაც გამოიჭიროს ეს ადამიანი, სახელი გაუტეხოს, არ ვიცი, 1000 რამ შეიძლება გააკეთოს, ხო? ამ შემთხვევაში იქ არსებობს ეთიკის კომისია და კლიენტს შეუძლია დაწეროს საჩივარი, რომ აი, ჩემი საიდუმლო გამოირკვა, რომ თელმა ჩემმა სამსახურმა გაიგო. პირობითად და მორჩა იქ. ეს ამბავი იქნება დაკვირვების საგანი, დადგება შედეგი და პასუხისმგებლობები დაეკისრება ყველას. ხო და არ ვიცი რამდენად ეხა თქვათ პოლიტიკაში ესეთი პრაქტიკები არსებობს, რომ თუ პოლიტიკოსი რაღაცა ეთიკის კოდექსს ძალიან კაფიოთ არღვევს და მანიპულირებს ხალხით, ღიათ უკვე ყოველგვარი დამალვის გარეშე, რამდენად შესაძლოა აქ პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან როგორ გითხრათ, გულსატკენია ხოლმე რომ უყურებ ქართველ ადამიანებს, არიან ხო ქართველი ადამიანები, ვინც გულწრფელად უჭერს მხარს ამ პოლიტიკურ მიმდინარეობას, ნამდვილად არიან და ეს ხალხი თან პარალელურად შესაძლოა 300 ლარიან ხელფასზეა. ან შესაძლოა, არ ვიცი, საერთოდ უმშევარია. რაღაცა ვიდეოც იყო სახუმარო, რომ კაცი გააჩერეს და როგორ მოგწონსო ჩვენი ხელისუფლება. ძალიან მომწონსო, პროგრესი გვაქო, წინ მივდივართო და თქვენო ეს სად მუშაობთო და უმშევარი ვარო. აი პირდაპირ ესე იყო ვიდეოში გესმით და სამაგიეროდ ღირსება აქვს. ნახე, სახარებაში როა რომ მხოლოდ პურით არ ცხონდება ადამიანი, რაღაცა სხვა და რა არის ეგ სახარებაში ვერ რწმენა. ანუ რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მისი საკუთარი რწმენები და ღირებულებები. ხო და აი ამ რწმენას იმის ნაცვლად რომ ადამიანმა თვითონ საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი გზით, საკუთარი დამოუკიდებლობით შექმნას მისი საკუთარი რწმენათა და ღირებულებათა სისტემა, რაც არის ერთადერთი ფასეული რწმენათა და ღირებულებათა სისტემა, ხო? ამის ნაცვლად თავს უნდა იყოს თურმე მოხვეული გარედან და არის კიდეც და ერთნაირად ესე არის 400, 4000, 4 მილიონი კაცი ერთი და იგივე, როგორ გითხრა, იმჰოტებ, აი ესე უნდა დადიოდეს თურმე რა, ეს არის მიზანი. თუ არ დადის ესე, წადით ბატონო, არ მოგწონს აქ ყოფნა, წადი. აი ესეთი მესიჯ ბოქსია. ანუ ძალიან ძიმეა, რომ პირდაპირ ესე იგი ფსიქოლოგიაშიც და ფსიქოთერაპიაშიც და ნებისმიერ ფილოსოფიაშიც ალბათ, ხო? მე ხარ ვარ ფილოსოფოსი და მიჭირს ხოლმე, რომ პროფესიულად რამე ვთქვა, მაგრამ ფილოსოფიაშიც ესე არის დარწმუნებული ვარ, როგორც მოყვარული ფილოსოფიის, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია და ბევრნაირია აზრი, მოსაზრება, ხედვა და ასე შემდეგ, ნიშნავს, რომ უფრო კაი გარემოა. პირდაპირ გარემოს აღწერს ეს. და როცა გარემოში არის მისაღები, მხოლოდ ერთი გადასახედი, მხოლოდ ერთი აზრი, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ერთი სიმართლე. და მეორე აზრის მქონე, სულ ორი აზრია დარჩენილი, წარმოიდგინეთ, ხო, ეს არის უკვე კატასტროფის ნიშანია, რომ ესე იგი რაღაცა ისეთი ხდება, რომ ან კი, ან არა არის აქ დარჩენილი, მეტი არაფერი, ანუ ფაქტიურად რაღაც პრეკატასტროფულ მდგომარეობაში არის, ხო, სოციუმი და საზოგადოება, რომ ესე ორ ნაწილად არის გახლეჩილი. 3, 5, 10 კი არ არის, არის 2, კი და არა და კი, ვინც ამბობს კი, რაღაცას ცხოვრობს ის ადამიანი 300 ლარად თუ მშიერი თუ რაც იქნება, ყოველ შემთხვევაში იმედი აქვს მას. ნახეთ, ეხა სიტყვები ნახეთ, იმედი აქვს, ღირსება აქვს და მას აქვს რწმენა. აი, როგორ გითხრათ, აი ღირსება, იმედი და რწმენა რომ აქვს, აი პირდაპირ შემიძლია ესე სარკეში ჩავიხედო და მივხვდე, რომ ვარ მანიპულაციის ქვეშ. აი პირდაპირ როგორ გითხრათ, აი ამაზე უკეთესი სიმპტომატიკა რომ ადამიანს რა შეიძლება კონდეს მაშინ როცა მანიპულაციის ქვეშ არის, ეხლავე გეტყვით იმედი, ღირსება და რწმენა. ეს სამი თუ მყარად აქვს, ესე იგი აბსოლუტურად თავი აქვს შეყოფილი მანიპულაციაში. სამაგიეროდ არ აქვს საკვები, არ აქვს ტანსაცმელი, არ აქვს ცხოვრება, არ აქვს საკუთარი სურვილებისთვის პასუხის გაცემის ასპარეზი და რესურსი, აღარ ყავს ახლობლები.
და ასე შემდეგ. აქვს იმედი, აქვს ღირსება და აქვს რწმენა. რა პრობლემაა, ხო, ცხოვრება. ანუ ეს არის ქრისტეს სიტყვების გამოყენება ძალიან ცუდად, ძალიან ცუდი ფორმით, რომ არ არის მხოლოდ საჭმელი, რაც ადამიანს ყვებავს. ეს მართალია 100%-ით და ქრისტეც იქ რწმენას გულისხმობს, მაგრამ ქრისტე გულისხმობს რევოლუციურ, ჯანსაღ, ჯამრთელ, ცოცხალ რწმენას, რომელიც ადამიანმა თვითონ მოიპოვა და არა ვიღაცა მოვიდა სახლი დაულაგა და წავიდა. იმიტომ რომ სახლი თუ დაულაგა და წავიდა, იქ იმ სახლში ისე ვეშმაკები ჩასახლებიან, ნახე რას ამობს ქრისტე. აი ეს არის, ან სხვამ თუ შთაგაგონა შენ რაღაცეები, რომ აი შენთვის ღირსებაა მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლა შენს ღირსებას დავიცავთ, ხო? რა ხდება? გარედან რატო არის შთაგონება, რომ ღირსება, იმედი, რწმენა, სარწმუნოება, ტრადიციები, რა ხდება? რაში მჭირდება მე ეს დასრულ ცოცხალ ჯანმრთელ ადამიანს გარედან ცხვარივით ძახილი, რომ თურმე ღირსებაა საჭირო. არ ვიცი რაში მჭირდება ეს. ნუ კარგი. და ეხლა მეორე მხარეს დარჩენილია ხალხი, ვინც ამბობს არას და რა ხდება მათზე? ანუ ორი აზრია დარჩენილი, კი და არა. ბევრი უნდა იყოს ჯანმრთელ სიტუაციაში, მაგრამ რა ჯანმრთელ სიტუაციაზეა საუბარი, ხო? კი ან არა არის დარჩენილი. და არა იდევნება როგორ იცი, ციხეში ჯდება არასფრთხმელი ადამიანი. სამსახურიდან ხდება მისი მოხსნა და გაძევება და გაგდება. იქ რაღაც ჯარიმები ეწერება, რომელიც ისედაც ბანკის ვალები ქონდა შესაძლოა და წიხლი ქონდა ჩაჭერილი და ეს ადამიანები მაინც თავგანწირვით გარბიან და მაინც არას ამბობენ, იცი და მათზე დგას დღეს ის რომ ჩვენ საერთოდ ვარსებობთ და არ ვიცი ეს რამდენად ცნობიერდება, მინდა რომ ხაზი გაუსვა რა. და ამასობაში იქ რაღაც ამბიონიდან არ ვიცი შეიძლება ნაყიდი ან შესაძლოა გულწრფელად მოსყიდული ისე რომ ვერ ხვდება სასულიერო პირები გამოდიან და ისინიც რწმენაზე, იმედზე და ღირსებაზე და ტრადიციებზე საუბრობენ და ქადაგებენ ზევიდან ქვევით, იმიტომ რომ თვითონ არიან ძალიან კარგები და ვინც უსმენს ის იმას სასწავლი აქვს რომ კარგი იყოს და ასე შემდეგ და ეს ზევიდან ქვევით რაღაცებს იმოძღვრებიან და აი ესეთი მძიმე სიტუაცია არის და პირდაპირ ესე იგი ესეთი სასულიერო პირებიც ვინც ბედავს რომ თქვას არა და თქვას რომ რაღაც არ არის კარგად, ეს არ არის ჯანმრთელი და კარგი სიტუაცია, ჩვენ მოღალატეობაში ვართ, ეხლა მივდივართ ღალატისკენ, ქვეყნის ღალატისკენ, პირიქით სარწმუნოებას ვკარგავთ, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ერთმორწმუნე ერი ის ერია, რომელიც აკურთხებს ტანკებს, რომ დაიხოცოს არაჩვეულებრივი თავისუფალი და მართლა ღირსების მქონე უკრაინელი ხალხი. ამისთვის ისინი ტანკებს, ბომბებს და იმებს ლოცავენ და ეს არის მათი სარწმუნოება და აქეთ უნდათ თურმე რომ ჩვენ წავიდეთ. ნუ ეს ძალიან მძიმეა, იცით? ეს არის ახლა ქვეყნის მასშტაბით, რასაც ვსაუბრობდი. ახლა ჩამოვალ მე პატარა მასშტაბებზე, რაც არის ადამიანური მასშტაბები. ახლა ადამიანურ მასშტაბებზეც არის ესეთი ვითარება და სიტუაცია რა, რომ ფეხებზე დაკიდება, ოკეი, ამ ქრისტეს ხო აქეთ-იქით აბურთავებენ, როგორც უნდა ისე ირგებენ, თითქოს ტანსაცმელი იყოს. არა და შენ კი არ უნდა მოირგო, აქეთ უნდა მოერგო. ოკეი, მადლობა კონსტანტინე, საინტერესო საკითხია. თუმცა მინდა გითხრა, რომ ვერც მოირგებ და ვერც მოერგები. ჩემი გადასახედი თუ გაინტერესებს, ესე გაგიზიარებ. იმიტომ რომ ქრისტე თვითონ არის მოვლენა, რომელიც ამბობს, რომ რაღაც ისე არ არის. ეს არ არის კონფორმიზმის მოვლენა, ეს არ არის მთავრობის მხარდაჭერის თუ ეკლესიის მხარდაჭერის მოვლენა, საერთოდ არა, ის არის ზუსტად კრიტიკული აზრის მომტანი არსება სამყაროში, რომელს თქვა, რომ რას ქვია შაბათს მე სიკეთეს მიკრძალავთ. ვინ მიკრძალავს, რა მიკრძალავს. შაბათ დღეს რო ცხარი გადაგეჩეხება, არ წახვალ და არ ამოიყვან? ესეთ კითხვას სვავს ნახე, იმიტომ რომ იქ რაღაცა წესებზე არის ისევ ფანატიზმი. და რა არის ეს წესები? აბა დააკვირდით, ისევ და ისევ რწმენებია. რწმენა წარმოდგენებია, რომ შაბათს ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, რაღაც არ შეიძლება, ეს არ უნდა ქნა, ის არ უნდა ქნა და ეს ხალხი მოჭიდებულია ამ რწმენას და რეალობა დაკარგული აქვთ. ეს არის, აქაც მოჭიდებულია ქართველიერი დღეს რწმენას, რომ ევროპა ღირსებას წაგვართმევს და ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ და რაღაცეებს რა, რომელიც გარედან შეუქმნეს და ჩააწვეთეს და ესე არიან მოჭიდებულები ამ რწმენას გარედან შემოსულს. მაგრამ რეალობა გამოცლილია. რეალობა იმისა, რომ საზღვრები არის გადმოწეული და ხალხს იტაცებენ უკვე წლებია. 2008 წლის მერე რამდენი წელი გავიდა, წარმოიდგინეთ და სულ ეს ამბავია. რამდენი წელია ამაში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა.
ისიც დაკარგულია, რომ არ ვიცი, ვიღაცას ბანკის ვალი აქვს, ვიღაცის დედა საბერძნეთშია წასული მომვლელად, ვიღაცას ასე ვთქვათ, ერთადერთ ნუგეშად ცხოვრებაში ნარკოტიკი დარჩენია, ესენი დაკარგულია. ამაზე ეს არ ცნობიერდება, არ არის საჭირო ამის გაცნობიერება, მნიშვნელოვანია ღირსება, იმედი, რწმენა, რომელიც გვაქვს და ვერ გვართმევს ვერავინ, ილუზია. აბსოლუტურ ილუზიაში ყოფნა, იცი, აი ოპიუმი რო დაარქვა აღარ მახსოვს ლენინმა თქვა თუ სტალინმა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვისო, იცი, რა იგულისხმა ჩემი აზრით, ის რელიგია, რომელიც აი ზუსტად აი ესეთ მესეჯ ბოქსს ატარებდა. და არა ის, სადაც ადამიანი დამოუკიდებლად ცდილობს, რომ შეიცნოს სამყარო, შეიცნოს ღმერთი, შეიცნოს საკუთარი თავი და ამით ის თვითონ მყარდება, როგორც არსება, გამყარდება და დამოუკიდებლობას იპოვებს და აქვს თავისი ინდივიდუალური და საინტერესო ხედვები და შეგრძნებები, რომლებზეც აგებს პასუხს თვითონ. და არა ვინმე სხვა გარეთ, რომელმაც რაღაცა შთააგონა და ამან ამოსძახა, ესე ქვევრს რო ჩასძახებ და ეს ამოიძახებს რა. ეს არ არის რწმენის მქონის მდგომარეობა საერთოდაც. ეხლა თვითონ ადამიანურ დონეზე რო ჩამოვიდე, არის როგორი ვითარება, ნახეთ, ეს საერთოდ მასშტაბში რაც ხდება, ეს ხდება ინდივიდუალურ დონეზეც რა, ანუ თითო ინდივიდებისგან მასშტაბში ნელ-ნელა წარმოიქმნება რა ხდება დიდ მასშტაბზე. და რა სიტუაციები, ხო, მარქსმა ხათუნა, მადლობა. ხო, დამავიწყდა ეს. ვიცოდი რომ კომუნისტური რაღაცა იმიდან იყო იდეოლოგიიდან, მაგრამ კონკრეტულად მithქვა აღარ მახსოვდა. ხო ეხლა ინდივიდუალურ მასშტაბებზე რო ჩამოვიდეთ, რა ხდება? ადამიანების რაღაც გარკვეული მცირე კატეგორია, ძალიან მცირე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დიდი კატეგორია და დიდი ნაწილი საერთოდ ბუნებაზე გადაბიჯება ძალიან ძნელია და ბუნებით ადამიანი არის კონსტრუქციული ტიპაჟი, შემოქმედი არსება, კრეატიული როგორ გითხრა, მას აქვს ეთიკის თანდაყოლილი ინტუიციური გრძნობა, აი როგორც თქვა 15 წლის ასაკში მე მქონდა, რომ აღარ დამეწყო ამის ქექვა, რისი ძალაც არ მქონდა და ამ ადამიანის პირადი ინფორმაცია არ გამევრცელებინა და არც მისთვის პირადად არ მეთქვა. ნახეთ, არ ვიცი, როგორ შევძელი, რომ ასეთი ეთიკური ყოფილიყავი, რაღაცა ინტუიცია მიკარნახა, იცი? ალბათ იმან, რომ მეც ძალიან ბავშვობაში ძალიან რელიგიური ვიყავი და სახარებას ვკითხულობდი და იქ ეწერა, რომ სხვას არ გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა, რომ გაგიკეთონო. და ეს იყო ჩემი კრედო მაშინ იქ და იმჟამად. და ამან იმუშავა, შეიძლება ისეც, რომ არც კი გამიცნობიერები, აი ხა ლაივში აი ამ წამს ვაკვირდები რა ხდებოდა რა. დიდი ალბათობით ამ რწმენამ იმუშავა. ეხლა საერთოდ ესეთი რწმენები რატომ მუშაობს კარგად ხოლმე რა? იმიტომ რომ ადამიანში თანდაყოლილია ესენი და რაც თანდაყოლილია ის გარედანაც რო გესმის, ძალიან დიდი კავშირი იკვრება. და მე როგორ გითხრათ, დამთხევა ხდება რა, იქ გარედანაც შემოვიდა რაღაცა, შიგნითაც ქონდა საფუძველი და ერთმანეთს კარგად ჩაჯდა ფაზლივით და კარგად მუშაობს, მაგრამ არის რწმენები და არის აზრები და იდეები, რომლებიც პირიქით ჩავა ადამიანში. ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ ისინი ინსტინქტს უპირისპირდება. ინსტინქტთან ჰარმონიაში კი არ მოდის, არამედ პირიქით უპირისპირდება და ინსტინქტის მოქმედებას თრგუნავს და აფუჭებს და ეს პირიქით ბოროტება არის ადამიანისთვის რა. ეხლა ბოროტებას იმ გაგებით არ ვამბობ რა, რელიგიურით და იმით, არამედ ადამიანი ზიანდება ასეთი რწმენებით და ხო, ეთიკურობას ავხსნი აუცილებლად კონსტანტინე. მადლობა კითხვისთვის. ავხსნი რას გულისხმობ ეთიკურობაში. ნუ ეთიკის საფუძველი საერთოდ ეგ არის. მე რაც არ მინდა რომ დამემართოს და მე რაც არ მინდა რომ გამიკეთონ, ის არ გაუკეთო სხვას. ეს არის ეთიკის მთელი საფუძველი. განსხვავებით მორალისგან. იმიტომ მორალი არის, როგორ გითხრათ, არის ქვეყნები, აი რაღაცა ქვეყანა იყო, აღარ მახსოვს, აბორიგენი ტომი იყო, სადაც სტუმართ მასპინძლობის ტრადიცია ესე გამოიყურება. შენ რომ მიხვალ სტუმრად, მასპინძელი საჭმელს აიღებს, დაღეჭავს, მერე გამოიღებს პირიდან და შენ გაჭმევს. და ეს არის პატივისცემა და ტრადიცია და მორალური ქცევა და თუ მან არ დაღეჭა ჯერ საჭმელი და ისე არ მოგაწოდა, ხო, ეს არ არის პატივისცემა, არ არის ღირსება და არ არის მორალური საქციელი მისი მხრიდან. ანუ ეს ძალიან მოძრავია ეგ მორალის წესები და ეთიკა არ არის მოძრავი, იმიტომ რომ ეთიკა ამოდის აი მეტკინა, ესე იგი სხვასაც ტკივა, ესე იგი ტკივილი არ ღირს. არ არის ტკივილი ის რისი მიყენებაც მინდა სხვისთვის, იმიტომ რომ მეც გამომიცდია. ნახე, მე რაც არ მინდა რომ მომადგეს, ეს არის კომპასი.
ეთიკაში. რაც მე არ მინდა რომ გამიკეთონ, მოდი ვეცდები რომ ის არ გაუკეთო სხვას და თუ შემთხვევით ეს გამოვა, მოვიხდი ბოდიშს, ავიღებ პასუხისგებლობას ჩემ თავზე და არ გავექცევი. აი ეს არის ეთიკა და მორალი არის რაღაცა კოდექსი და კანონები, როგორ უნდა იცხოვრო. ესე უნდა იცხოვრო, ისე უნდა იცხოვრო და კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ეგენი ცვალეს. რაც უფრო ახლოს არის ეს მორალის და თუნდაც ოფიციალური კანონის წესები, მასთან რა ქვია, თანდაყოლილ ეთიკასთან და ინტუიციასთან, უფრო კარგად არის საქმე, რაც უფრო ეთიკურია კანონი. მას შეიძლება კანონი ძალიან არაეთიკური იყოს. აი მაგალითად მორალის პოლიცია იყოს. ან მაგალითად კანონში იყოს, რომ პედოფილური ქორწინება ოკეია. ყოფილა ესეთი კანონები და კანონით და მორალით მასეთ საზოგადოებაში ეგ მისაღებია, არ არის პრობლემა. ძალიან მოძრავია. სამაგიეროდ არ არის მოძრავი ეთიკა. და ძალიან ადვილია მიხდე, რომ 9 წლის ბავშვის გათხოვება კაცო და მე რო 9 წლის ვიყავ, მინდოდა ეხა ესეთი რამ რომ ჩემ თავზე მომხდარიყო, ან მინდა რომ დედა ჩემს ან ჩემს დას ან ჩემს შვილს მსგავსი რამ განეცადა 9 წლის ასაკში, არა ხო? და всё, აღარ არის მან საჭირო დიდი, როგორ გითხრათ, მორალური კოდექსების საუბარი და შერცხვენა ადამიანების, ხო? ისედაც გასაგებია. რაც მე არ მინდა ჩემ ტყავზე განვიცადო, ის არ მინდა რომ სხვას მივაყენო. მორჩა, ძალიან მარტივი გასაღები აქვს ეთიკას. სამაგიეროდ მორალზე ძალიან ბევრი ჭიდაობა შეიძლება. და საერთოდ მორალის მკითხველი ადამიანები, როგორც უკვე გითხარით, ცდილობენ, რომ თავის შინაგანი სამყარო დაალაგონ. და ისინი ამის გამო, რომ ძალიან აი ზოგჯერ იმით ობსესიურად ცდილობს ადამიანი, რომ როგორმე დაალაგოს თავის შინაგანი სამყარო, იმიტომ რომ იქ არის კონფლიქტი. და რა კონფლიქტია ეს? მორალსა და ინსტინქტებს შორის ატეხილი დიდი ომია. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, არის რწმენა წარმოდგენები, რომლებიც უპირისპირდებიან ინსტინქტებს. სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ინსტინქტები არ იყოს ის, რაც ადამიანის ცხოვრებას მართავს და მთლიანად იმორჩილებს. და არც ის იყოს, რასაც ადამიანი თავის ცხოვრებით მთლიანად მართავს და იმორჩილებს. ნახეთ, წონასწორობაში არის ისევ გამოსავალი. ეთიკურობა ქრისტიანობამ არ შემოიღო. ქრისტიანობაშიც არაჩვეულებრივად გაჟღერდა თვითონ ქრისტეს მიერ დაწერილ ძალიან ბევრ ადგილას ეთიკურობა გაჟღერდა. მაგრამ ეთიკურობა ყოველთვის იყო, ძალიან ბევრ კულტურაში იყო, აი ეგვიპტეში იყო მაგალითად გულისტკენა ითვლებოდა ცოდვად. ნუ სხვა ადამიანს თუ გული ატკინე, შენ მის მიმართ ცოდვა ჩაიდინე, ესე იყო. ნუ ეგვიპტეშიც იყო და ეგრო ეხა ისტორიულებს რო გადახედო, ძალიან ბევრია. რა ეთიკაზე სხვათა შორის ასევე არის ძალიან საინტერესო დღეს ფილმები აი რობოტექნიკის და რობოტების ასე ვთქვათ ცხოვრებაზე და მახსენდება Westworld არის ესეთი სერიალი, სადაც შექმნილია რობოტები, რომელიც ძალიან გვანან ადამიანებს და ადამიანები შედიან ამ პარკში, რომელსაც ქვია Westworld-ი და სადისტურად ყოველგვარი შებრალების გარეშე ხოცავენ და ნადირობენ ამ რობოტებზე. და როგორ გითხრათ, აი ძალიან დიდი ეთიკურობის კითხვის ნიშანი არის დაყენებული და დასმული, არაჩვეულებრივი სერიალია. აი უდიდესი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ უყურებ, რომ ესენი ადამიანებს გვანან რა, ეს რობოტები. აი ყველანაირად გვანან, ტირიან, სტკივად, კივიან, ნუ შენ კი იცი რომ არ არიან ადამიანები და რომ AI-ა და პროგრამაა ჩაწერილი, მაგრამ შენ რო ამ დროს მირბიხარ და იმას არ ვიცი ატყავებ და აწამებ და იმის კივილი გესმის, აი შენთან რა ხდება ამ დროს? ნახე, ეთიკას ადირღვევა. კაი, ზუსტად ვიცით, რომ ის ცოცხალი არ იყო და პროგრამა ყვირის და ადამიანი არ ყვირის, ოკეი, მაგრამ შენს ფსიქიკაში რა ხდება? იმიტომ რომ შენს ფსიქიკაში არის მოგრძო ტვინი, რომელმაც ვერ გაარჩია ის ადამიანია თუ რობოტია. და შეიძლება სიამოვნება მიიღო იმით, რომ ეს კიოდა. და კიდე შენ რო სიამოვნებას იღებდე იმით, რომ ცოცხალი არსების პროტოტიპი კივის, მე მგონი არ გინდა, ხო? აი ეთიკა არის აი ესეთი რამ. საკმაოდ ადვილია ეთიკის კომპასი და აი ამ ფილმშიც Westworld გირჩევთ თუ არ გაქვთ ნანახი, ნელ-ნელა ირკვევა, რომ რობოტები უფრო მეტს გრძნობენ, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი. ნახეთ, დასკვნა. აი ძალიან საინტერესო კითხვის ნიშნები არის იქ. იმ ფილმში დასმული, რომ ხო ვიცი რომ რობოტია, მაგრამ რახან რობოტია, ეს მაძლევს ეთიკა უფლებას რომ ვაწამო? და ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანებშიც მომხდარა დეჰუმანიზაცია და უთქვამთ რომ ეს რასა თუ ეს კასტა თუ ეს ოჯახი ადამიანები არ არიან და დასახოცები არიან და დაუხოციათ.
უწამებიათ კიდეც. ეს საშინელი ლაქა არის კაცობრიობის ისტორიაში და ეს კიდე ერთხელ მოწმობს, რომ მორალი არის მოძრავი. მორალურად და კანონის მიხედვით მაგალითად გერმანიაში, როდესაც იყო ეს ფაშისტური და ნაცისტური დევნა ებრაელებისა, ამორალურად არ ითვლებოდა მათი დასმენა და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გაშვება და ასე შემდეგ. მორალის ჩვეულებრივი ნაწილი იყო. ჩვენ რაღაც უმაღლესი რასა ვართ, ამბობდნენ ესენი და მორალურია, რომ ეს ადამიანების შემარცხვენელი და ქრისტეს მწამებელი ხალხი დავხოცოთ. მათ ხო ქრისტე აწამეს და ამიტომ დავხოცოთ ესენი ვაწამოთ რა პრობლემაა. ესენი ადამიანები არ არიან, ნახე? რამხელა გარღვევა არის, მაგრამ იმ წუთში რომ გაგეჩერებინა ვინმე გერმანელი და ეს გელაპარაკა, ამორალურად ჩაითვლებოდა იმას, რომ შენ რო გეთქვა, რომ ეს ადამიანიაო, გეტყოდა, რომ არც კი გცხვენია და შეასეთო და შეისეთო. ამიტომაც სირცხვილზე ჩაჭერა, მორალის წაკითხვა და ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრა, ამ ხელსაწყოების ესე გამოყენება ცხოვრებაში არის ბნელი ფსიქოლოგიური ილეთები, რომლებიც, ფსიქოთერაპიაში შიგნით კონტროლდება და გამკლავება ხდება ეთიკის კომისიით და ეთიკის კოდექსით და მე არ ვიცი, რატო არის, რომ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ ესეა, პოლიტიკაში არანაირი ეთიკის კოდექსის, ასე ვთქვათ, რაიმე კომისია ან რაიმე გამკლავების მექანიზმი ან რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. რაც გინდა ის გააკეთე, გამოიყენებ ბნელი ფსიქოლოგია, კაციშვილი არ არის პასუხის მომთხოვნი, რომ რატო იყენებ ბნელ ფსიქოლოგიას ადამიანებზე და რატო მანიპულირებ ადამიანების მოწყვლადი ფსიქიკით და ასე შემდეგ. ანუ ამაზე პასუხისმგებლობის დასმა და დაყენება ასე მეჩვენება, რომ ყველა სფეროში კიდე შეიძლება ალბათ, თუმცა ეხლა მახსენდება, რომ სამართლის სფეროშიც ძალიან დიდი გარღვევა არის ამ მხრივ, რომ ეთიკა დაცულ იქნას თუ დარღვეულ იქნას, ანუ იქ რაც გინდა ის გააკეთე არის ფაქტიურად, იქნები ეთიკური, თავში ქვაგიხლია, მთავარი შედეგი მიიღო. ეს ძალიან სამწუხარო მიდგომა არის. და ძალიან ხშირად იწვევს უსამართლობის ზეიმს. სასამართლო ქვია, მაგრამ უსამართლობის ზეიმია ხოლმე და პარადი. იმის გამო, რომ არავითარი შემოწმება, არავითარი დაკვირვება, რომ რამდენად ეთიკა არის დაცული, რამდენად აი ეს, რომ მე არ მინდა ის გაუკეთო სხვას, რაც არ მინდა მე გამიკეთონ და რამდენად ის, რომ შავი ფსიქოლოგია არ გამოიყენონ, არის დაცული. იყენებენ. ეხლა შავი ფსიქოლოგიის მაგალითს მოგიყვანთ. მე თვითონ მაქვს გარკვეული გამოცდილება სასამართლოებთან შეხების და იყო ასეთი ვითარება, რომ მქონდა სასამართლო, რაშიც ვიყავი მართალი, როგორც ეთიკით, ისე მორალით და საბოლოოდ თუ გინდათ კანონის წინაშეც გავმართლდი და მოვიგე ეგ სასამართლო და ეს რო იცოდა ჩემი მოწინააღმდეგის ადვოკატმა, რას აკეთებდა იცით? და ამის გამო ერთი 4-ჯერ რო გააკეთა, მეხუთედ კინაღამ გააძევეს სასამართლოდან. ცდილობდა, რომ ჩემში გამოეწვია ისტერიკა. სპეციალურად ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, რომ მე აი შუბლის ძარღვი გაუწყდაო, რომ იტყვიან, ავფეთქებულიყავი, დავტრიგერებულიყავი და დამეწყო იქ კივილწივილი, რომ მე ეთქვა, რომ აი ვერ არის ეს ადამიანი. ნახე? და სხვათა შორის მართალია ჩემთან ეს არ გამოუვიდა და მეოთხე მეხუთე მცდელობაზე მოსამართლემ უთხრა, რომ კიდე ერთხელ ესე თუ იმანიპულირებთ, დატოვებთ დარბას, მაგრამ ეს მოსამართლეზეა. შეიძლება პირველივეზე ეთქვა, შეიძლება მეხუთეზეც არ ეთქვა. ნახეთ, ადამიანური მომენტია ეს. და ასევე შესაძლოა ჩემ ადგილას ყოფილიყო ადამიანი, რომელიც წამოეგებოდა იმ ტრიგერებს, ან იმ ადვოკატს უკეთესი ნიჭი ქონოდა ჩემი დატრიგერების და რაღაც ისეთი ეთქვა, რომ მე ტკივილი დამეწყო. მე არა ვარ რკინის ადამიანი. უბრალოდ მან ვერ იპოვა ჩემი ტრიგერი. ძალიან სცადა რომ ტრიგერი ეპოვა. აქედან მომიდგა, იქიდან მომიდგა, ესე მითხრა, ისე მითხრა, მაგრამ ტკივილი ვერ დამაწყებინა. ანუ ისეთ კითხვებს სვავდა რა, როგორ გითხრათ, აი შავი ფსიქოლოგიიდან სვავდა კითხვებს, ისეც რომ მე კივილწივილი დამეწყო, იქ ეს იყო მიზანი. რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, იმაზე მაჭერდა. და მე როგორ გითხრათ, ზუსტად ვიცოდი მისი მიზანი და არ დავიჭირე წიხლი. და ესე ვიჯექი. და როგორ გითხრა, ვერ დამაწყებინა მოკეთ ყვირილი და ისტერიკა, მაგრამ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. და მე მას შეეძლო მანიპულაციით ეთქვა, რომ აი ნახეთ ეს ადამიანი ვერ არის, არ არის ჭკუაზე პირობითად. და ძალიან ცუდია ეს, აი წარმოიდგინე ადამიანი ხარ.
მართალი ხარ და მარტო იმის გამო რომ შენზე იმანიპულირეს არაეთიკურად და შენ ტრიგერს გამოკრეს და კივილ-წივილი დაგაწყებინეს და არავითარი პასუხისგებლობა ამაზე არავის არ ეკისრება მერე. მაქსიმუმ დარბაზი დატოვოს ხო? აი დატოვა დარბაზი, რა ვქნა ახლა. მაგრამ არგუმენტს იღებს ნახე ადამიანი რომ ეს კი ვის და ესე იგი ვერ არის. ძალიან მარტივია ხო? ესე შეიძლება ადამიანს ძალიან დაატრიგერო და ძალიან ნერვები მოუშალო და მერე თქვა რომ გიჟიაო, გიჟად გამოაცხადო. ჩვენ ვიცით რომ არის სისტემები რომლებიც ესე იქცეოდნენ. ხო და პირდაპირ გამოკეტავდნენ ხოლმე და არ არის ეგ მდგომარეობა შორს. მეგობრებო, ჩემი ლაივი დღეს ეძღვნება ფსიქოლოგიას როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს დარგი, მაგრამ ეძღვნება აქტუალურ მდგომარეობას საქართველოში. არ იფიქროთ, რომ ეს ამბავი არის შორს. აი ხა მე რაც აღწერე ეს ინდივიდუალურად რაც შემემთხვა და დიდი წამეგო ის სასამართლო, ხო, ამის გამო ხა მე ვერავინ ვერსად გამომკეტავდა იქ რო ყვირილი დამეწყო, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს არის შორს. ძალიან სულ ცოტა ხანში ამდენი მორალის და ღირსების ქადაგებით ეს არის პირველი ნიშანი და არ გახსოვთ საერთოდ საბჭოთა კავშირი როგორ დაიწყო? ძალიან მორალური და ღირსეული ლოზუნგით, რომ მუშათა კლასს გაუმარჯოს და კმარა ამ გლეხების ჩაგვრა თავადების მიერ, რაც არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. საერთოდ კარგი манипуляტორი სიმართლეს ურევს აუცილებლად, როდესაც ის ცომს ზელს манипуляციის, იქ სიმართლე ურევია. საერთოდ თუ მთლიანად ტყუილი იქნა, ჩვენ ეგრევე დავინახავთ, რომ ტყუილია, მაგრამ ურევია სიმართლე. რა კომუნიზმში არ ერია სიმართლე, რომ არ იყო საკმარისი მუშათა კლასის ჩაგვრა და გლეხების ესე წიხლის ქვეშ გაგდება და ხო გვაქვს ნანახი ფილმები, პირველ ღამეზე რომ თავადი იმას რა ქვია ცოლს წაართმევდა და მიყავდა თავის სახლში და იქ რაღაც უღელში რო ცოლქმარი შეაბეს და ათრევინეს უღელი იმის გამო რომ დასაჯეს თუ რაღაც. და ლუარსაბი და დარეჯანი არა გვაქვს ჩვენ წაკითხული. რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ თავადაზნაურები და რეებს აკეთებდნენ, ხო? და აი ეს საკმარისიაო არ შეიძლება მორალმა თქვა, გადავარდაო ეს თავადაზნაურობაო და წამოვიდა ნელ-ნელა კომუნიზმისკენ, მუშათა კლასის აღზევება, შრომას გაუმარჯოს, ჩვენ ყველანი ამხანაგები ვართ, ძმები ვართ ერთმანეთის, ესა ვართ, ისა ვართ და ანუ ძალიან მორალური იყო ეს ყველაფერი. არაფერი ამორალური ამაში არ ყოფილა და რა მოხდა? იმიტომ რომ მორალი არის პირველი ნაბიჯი მორალის გაძლიერება და აღზევება პირველი ნაბიჯია იქითკენ რომ წავიდეს საშინელი манипуляცია და პირიქით ძალიან ამორალური და ბნელი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს პოლარობაა. მორალში ესე თავით გარჭობა არის პოლუსში ყოფნა და ჩვენ ვიცით საწინააღმდეგო ძალთა ერთიანობის კანონი ფსიქოლოგიაში. თუ ძალიან მორალური ვარ და ამ პოლუსში თავი მაქვს ესე შერჭმული, ნიშნავს რომ ჩემს შიგნით, ჩემს ფსიქიკაში იზრდება ჩრდილი ამ მორალის. ანუ პარალელურად ძალიან ამორალური ხდები ნელ-ნელა. თუ ძალიან მორწმუნე ვარ და რწმენაში თავი მაქვს ესე გაყოფილი, ეგენი დაჟე მორწმუნე ხალხი თვითონვე ხედავენ ამას და ბრძოლას ეძახიან მერე. აი რაც უფრო ლოცულობ, მარხულობ, რაღაცა როგორ გითხრა, იმაში ფრთები ამომივიდა და მივფრინავ 60-ისაკენ. მეორეს მხრივ ჩემი ქცევით ღმერთმა უწყის უკვე რას ვაკეთებ. შეიძლება საშინელებებს ვაკეთებ და მე ვინანიებ, მე ისევ საშინელებებს ვაკეთებ, კიდევ უფრო ვინანიებ, კიდევ უფრო დიდ საშინელებებს ვაკეთებ და ამას ეძახიან ხოლმე რომ ბრძოლა არისო, ეშმაკი მებრძვისო. და რეალურად ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან დაიმუხტა აქეთა პოლუსი. ანუ მორალის პოლუსის დიდი მუხტი მერე ძალიან ამორალურ ამაზრზენ და საშინელ რაღაცებს მოიტანს, რაც მოიტანა კიდეც. გავყიდი დედას, გავყიდი მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას, რაღაც ესეთი ლოზუნგი იყო ბოლოს. მზათა ხართ რომ გაყიდოთ დედა და მამა, თუ პარტია მოგთხოვთ ამას? ეს არის ჩემი კითხვა. და არ არის ეს შორს. ეხლა ზუსტად მან დავართ, მორალი ძალიან აღზევდა, მორალის მკითხველები საქართველოში ძალიან მოძლიერდნენ და გაბევრდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპა და ამერიკა თურმე ამორალურიაო, ნახე, პირდაპირ მორალზე მიდის ზეწოლა და ამ ლამაზი შეფუთვით, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვიყვარს და გვსიამოვნებს მორალი და მოგწონს ის ღირებულებები, ღირსება, რწმენა, ოჯახის სიწმინდა, ეს ყველაფერი მე ახლა ამებს რომ საუბრობ, ნახეთ, მე ვცდილობ რომ манипуляცია დაგანახოთ, თორე ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. მე მესმის აბსოლუტურად ეს ღირებულებები და აი ამ ღირებულებების ესე დამუხტვით და აღზევებით და ერთ პოლუსში კარგი გასვლით, კარგი ნიადაგი მზადდება ახლა, რომ ცოტა ხანში დაიწყოს დასმენები, ჩაშვებები, ადამიანების ერთმანეთზე გადამტერება და გადაკიდება, ზიზღი, ქონებების დახევა იმითი, რომ აი ეს არის რა
ქვია, ევროპული გავლენის აგენტია, ნახე სიტყვებიც კი შემოსულია. ჩავსვათ ახლა ეს ციხეში აგენტია და იმის ქონება, ვინც დავაბეზყე, მე გადმომიფორმეთ. ესეთები ძალიან ჩვეულებრივ ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. და თან ერთხელ უკვე რაც გვაქვს გამოვლილი ტრავმა. ტრავმას ახასიათებს დატრიალება. ანუ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ რეალურად, რომ ცოტა ხანში ტირანიაში გავიღვიძებთ. არა, უკვე ვართ ტირანიაში. მაგრამ ტირანია ჯერ არ არის თლათ ორველის დონის. აი რაღაც პირველ ჩანასახოვან მდგომარეობაში არის ეს ტირანია, იმიტომ რომ არა ჯერ კიდე ისმის. კი ციხიდან ისმის, კი მაშინ რა ქვია, ქალს ფეხი ტკიოდა და როგორ გითხრათ 4 თუ 5 კაცი ჯანიანი დაესია და ტენიდნენ იმაში რა ქვია, პოლიციის მანქანაში და ეხვეწებოდა რომ ფეხი ამადგმევინეთო. და კაციშვილს არ ესმოდა მისი ძახილი. მაგრამ ხმა ისმოდა, ნახე ვიდეო ჩემამდე მოვიდა. ცოცხალი ვარ მეც ამ ვიდეოს ნახვის მერე. ის ქალიც ალბათ ცოცხალია, რომელიც მანქანაში ჩატენეს. და ის ხალხიც, ვინც ეს ვიდეო გადაიღო, ცოცხლები არიან. ეს ძალიან დიდი რამეა, გილოცავთ. ეს ნიშნავს, რომ 100%-იან მორალურ ტირანიაში ჯერ არა ვართ თავგაყოფილები, მაგრამ მოვა ეს. და საერთოდ ფსიქოლოგია არ არის ის, რაც ამშვიდებს. ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე და ისევ სახარებიდან მოვიტან ქრისტე ამბობდა, რომ მე მშვიდობის მოფენად არ მოვსულ ვარ, მე მოვედი მოფენად מחვილისა. და ესეც ისე ესმით ხოლმე, რომ ვისაც ახლა ქრისტე არ უყვარს და მე მივესალმები თუ არის ადამიანი, ვისაც აქვს პრეტენზიები და სხვანაირად ესმის, უნდა თქვას. სიტყვის თავისუფლება თუ არ იქნა, მერე ნახეთ თქვენები დაიწყება. ეს არა, იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო და აქ რაზე არის საუბარი? მიფენად מחვილისა რას ნიშნავს და კონფლიქტისთვის მოვედი რო ამბობს. ფსიქოლოგიაც არ არის იმისთვის, რომ ადამიანი მშვიდად იყოს და ლეთარგიაში იყოს და გაყუჩდეს და მორფიუმი გაიკეთოს და მაშინ ეგ ნარკოტიკი იქნებოდა. თუ რაღაცა ხიფათი არსებობს, ფსიქოთერაპევტის ვალდებულებაც კია, არა მხოლოდ პრეროგატივა, რომ ამ ხიფათზე დასვას აქცენტი. აი ადამიანი თუ ამბობს, რომ მეშინია და დამემუქნენ სიკვდილით და მეშინია, ხო? ფსიქოთერაპევტი აქ თუ ეტყვის, რომ ნუ გეშინია, არ მოგკლავენ, ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ეს არის საშინელება, ამის გაკეთება. ჯერ იმიტომ, რომ არ ვიცით, მოკლავენ თუ არა. და ადამიანი რომ ამბობს მეშინია, ესე იგი მისი გრძნობები, მისი ასახვა და რეზონანსი საფრთხეს გრძნობს. ეს არის უტყუარი. ხო და დღეს არიან საქართველოში ადამიანები, რომლებმაც არათუ იგრძნეს საფრთხე, საკუთარ ტყავზე გამოსცადეს უკვე საფრთხე, რომ არ ვიცი, ქუჩაში დგომის გამო, ხელში დახვეული პლაკატის ჭერა ჯოხათ იქნა შერაცხული და ადამიანი ციხეში გაუშვეს და დააჯარიმეს და იქ წელიწადნახევარი ნახეთ ციხეში იჯდა ადამიანი და რომ გამოვიდა და თავისივე ნივთი, ტელევიზორი და მაცივარი რომ წამოიღო, ადამიანმა რომელსაც დიდი ალბათობით არ ვიცნობ, მაგრამ აქვს ვალები, უჭირს, პურის ფული არ აქვს და ასე შემდეგ გადმოდგნენ მორალისტები და დაიწყეს რომ არც კი ცხენია რომ წაიღო სახში ტელევიზორი და მაცივარიო. ნახეთ როგორ მორალზე გვიკიჟინებენ ყველა მხრიდან რომ მორალურები უნდა ვიყოთ და აი ესეთივე მორალურები თუ გავხდებით როგორებიც იყვნენ ფაშიზმის დროს და ნაციზმის დროს გერმანიაში და მერე ისეთივე მორალურებიც თუ გავხდებით როგორც კომუნისტები გახდნენ რომლებიც პედალირებდნენ რომ ძალიან ზედმეტია ამ მის თავადაზნაურების ქცევა და მართლები იყვნენ ამაში ზედმეტი იყო და ეხლა შეგიძლია მოძებნო რაღაცა სიმართლე რასაც ურევს ქართული ოცნება დღეს მესიჯ ბოქსში. შეგიძლია მონახო რაღაცა სიმართლე. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ისინი რა ქვია, როდესაც ევროპელები და ამერიკელები ჩვენ თეთრ აფრიკელებს გვეძახიან, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ემოციურად გაუწონასწორებელი პრიმიტიული ხალხი, როცა იცინიან იმაზე, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტე აღდგა და ცაში ამაღლდა, ხო არის საქართველოში კატეგორია, ვისაც ამისი ღრმად სწამს და ამაზე ევროპელები, ვინც კრიტიკულად აზროვნებს და ეხა აბსოლუტურად სხვა განვითარების ასე ვთქვათ ფაზაზეა, ხო ისინი იცინიან ხოლმე ამაზე და ეს ძალიან ცუდია. არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ვინ ჩემი ფეხები ხარ, შენ არ იყავი შუა საუკუნეებში რეები აკეთე და თუ გონია რომ დღესაც რაღაცა როგორ გითხრა სტაბილურ პროგრესს მიაღწია, ძალიან ცდები.
იმიტომ რომ აგერ რუსეთი ისეც გაჭირს, რომ შეიძლება ატომი გესროლოს, ხო? არ არის. ანუ რაღაცა ძალიან დიდი შეცდომები გაქვს დაშვებული და არა გაქვს ისე საქმე, რომ ვინმეს დასცინო, მაგრამ ეს დამცინავი განწყობა არის ხოლმე და აი როგორ გითხოთ, აი ესეთ პატარ-პატარა სიმართლეებს კარგად აკრიფავენ ხოლმე შავი ფსიქოლოგიის მიმდევრები, ასე თქვა და გამომყენებლები და მე ამას შეურევენ, რომ აი ღირსება წაგერთმევა, აი გაგაპიდარასტებენ, ვაიმე საქართველოს დაიკარგება და ქართველები როგორ გითხარ, რაღაცა ისე უჯიშო რასა გახდება ვაივი და ეს კარგად ესე მოზელენ ამ ცომს და გამზადებულია ადამიანი რომ მიიღოს უკვე ამდენი ასე თქვათ იმიტომ რომ არც ევროპა და ამერიკა არ არის ანგელოზი ეს სიმართლეა არ არიან ისინი ანგელოზები და სხვათა შორის არ არის საჭირო რომ ეგ მოვითხოვოთ ესეც ისე მორალის რაღაცა ზეწოლაა რომ მოითხოვო რომ შენი ასე თქვათ თანაგუნდელი და შენი პოლიტიკური თუ გინდა ცხოვრებისეული ან საქმიანი და ასე შემდეგ ვიღაცა იყოს ანგელოზი და მორალური და რაღაცა ზეაღმატებული არსება რატო უნდა იყოს ადამიანები არიან და ცხოვრობენ იმათ თავიანთი სპექტრი აქვთ სირთულეების და სიკეთეების ჩვენი არც ისე შორს ვართ ერთმანეთისგან ესე რომ გადაჭრა კანის წითელი სისხლი წამოგვივა ყველას არაფერი პრობლემა არ არის რა მაგრამ ამ პრობლემას ეხა პრობლემად კარგად დავსახავთ იმისათვის რომ არ ვიცი შეიძლება ფული მაქვს აღებული პროპაგანდაში შეიძლება მეშინია იცით რა გამორიცხული არ არის რომ ძალიან მეშინია და მუხლები მიგანკალებს და წმინდანები არა ვართ ესეც მესმის მაგრამ ხალხმა რაღაცნაირად მინდა რომ აი ვინც ახლა ჩემს ლაივს მოისმენს ჯერჯერობით არ არის ეს ძალიან მრავალრიცხოვანი ხალხი მე რატომღაც გონია რომ გაიზრდება რაოდენობა იმიტომ რომ იზრდება დღითი დღე მაგრამ ნუ როგორც არის რა ვინც ისმენს მინდა რომ იქ ძალიან როგორ გითხრა ნათელი ის დავტოვო კომპასი რომ მორალი შერცხვენა დანაშაულის გზნობის გამოწვევა ამპარტავნების განცდა რომ მე სხვაზე მაგარი ვარ ეს მეორე ვარიანტია ბრძოლების ერთი ბრძოლები ხო ის იყო რომ ცოდვას ჩადიოდა აქეთ და იქითკენ ინანიებდა და მეორე ბრძოლების ვარიანტია რომ მე წმინდანი ვარ მე ღვთისრჩეული ერი ვარ მე ისა ვარ ხალხომ კონსტიტუციაში შეიტანეს ღვთისმშობლის წილხვედრები ვართო ესე იგი უკუდო ამპარტავნება ცას მიაღწია უკვე და ეს ამპარტავნებაც ისევ რეალობას წყვეტს ადამიანს სამწუხაროდ და რეალობა ის არის რომ დღეს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა ხალხს აქვს ეკონომიკური მატერიალური დიდი პრობლემები არის გავრცელებული საშინელი ნარკომანია აზარტული თამაშების მიმართ დიდი მიჯაჭვულობები ხალხი არის დემორალიზებული მე მეცაც გეტყვით ერი არის ტრავმირებული ტრავმა მიყენებული და ამ ყველაფრის დამუშავების ნაცვლად ხდება ამ ყველაფრის დაიგნორება და ჩვენ ახლა ნერვიულობთ გაგვაპიდარესტებენ თუ არ გაგვაპიდარესტებენ ღირსებას წაგვართმევენ თუ არ წაგვართმევენ ნერვიულობთ რომ ვიღაცა წიკვინა ხალხი გამოდის რუსთაველის პროსპექტზე და ყვირიან რაღაცებს ეს გიჟები და ეს ევროპული იმის აგენტები და ესენი თურმე ფულს იღებენ გაიგე გენიალურია ფანტაზია შეიძლება ძალიან შორს წავიდეს ძალიან შორს მაგრამ ფაქტი კი ის არის რომ საქართველოში გვაქვს ორად-ორი აზრი როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა რადიკალურად განსხვავებული და მეორე აზრი იდევნება ფაქტია რომ იდევნება არა აქვს უფლება ქუჩაში დგომის იქ იღებს ჯარიმას ციხეში ჯდება დაცინვის ობიექტია ბულინგის ობიექტია გიჟიას ძახილის მიმდინარეობს სამსახურიდან გაშვებები მიმდინარეობს ამ თემაზე როგორ გითხრათ მე ხა მაგალითად სამსახური არ მაქვს აი ამ ლაივს რო წერთ თორე მე რო ხა ოფიციალური სამსახური მქონდა და შევ ვერ ჩამეწერა ეს ლაივი ეს არის უკვე რეალობა რაშიც ცხოვრობთ და ვფიქრობ რომ გამოსაფხიზლებლები ვართ და მე როგორც ფსიქოთერაპევტს მინდოდა რომ ჩემი ეს ცოდნა ბნელი ფსიქოლოგიის და იმის რა ქვია გავლენის მოხდენის ფსიქოლოგიისა გამეშღერებინა და იცოდეთ სამი სიმპტომი გავლენის ქვეშ ყოფნისა არის რომ მაქვს იმედები ანუ ახლა არაფერი მაქვს მაგრამ მომავლის იმედი მაქვს რწმენები რომ ყველაფერი კარგად იქნება ეს და ამიტომ ვარ წყნარად და მშვიდად და მაქვს ღირსება ანუ რაღაცა წარმოსახვითი ფანტასტიკური ღირებულებათა სისტემა რომელშიც ჩემ თავს ასე თქვა ხუთიანს უწერ და სამაგიეროდ არა მაქვს ფული
არა მაქვს ცხოვრება, დედაჩემი გაქცეულია შრომობს, მამაჩემი იჩხირავს შეიძლება, ჩემი ქმარი პლანს ეწევა და ბირჟაზე დგას და სამსახური არა აქვს და არ ვიცი ჩემ შვილს შეიძლება სკოლაში მუნი ემართება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი სია არის. და ასევე გამოფხიზლების პატარა ეს შევაჯამოთ დღევანდელი ლაივი არის რა, რომ გამოფხიზლების, ასე ვთქვათ, გზა არის, რომ ძალიან კარგად შევიგრძნო ჩემს საკუთარ თავში არსებული ეთიკა, თანდაყოლილი, რომ არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ მინდა რომ მე გამიკეთო. აი ეს გამოფხიზლება თუ მოხდება, რომ მე თუ არ მინდა რომ ჩემი უფლებებისთვის რომ რუსთაველზე გავალ დამიჭირონ და 6000 ლარი მომარტყან და მე თუ არ მინდა რომ ქაღალდი დავჭმუჭნო და ეს ჯოხად შემირაცხონ და ციხეში ჩამსვან, მე თუ არ მინდა დამცინოდნენ იმის გამო რომ მიჭირს და წავიღე ის მაცივარი, რომელიც შრომით და წვალებით მივიღე რაღაცნაირად, ამის გამო რომ დამცინონ. მე თუ არ მინდა რომ შემრცხვეს, მაშინ იქნებ არც სხვა შევარცხვინო, იქნებ არც სხვას წაუკითხო მორალი. აი ეს არის რის თქმაც დღეს მინდოდა ღირსების, ქადაგების და მორალის კითხვის თემაზე და თუ რამე კითხვები გაქვთ დამიწერეთ კომენტარებში, ასევე თხოვნამ ექნება რომ გავრცელოთ ჩემი ლაივები და YouTube-ის ჩენელი გავაკეთე და გამოიწეროთ Everyway ქვია, ძალიან მარტივად იპოვით. და ასევე ახალ ბედა ვარ ძალიან ამ ყველაფერში და თუ თვლით რომ ღირებულია ის, რასაც ვსაუბრობ და ეს ცოდნა საჭიროა, რჩევებს თუ მომცემ, თქვათ, როგორ გავაუმჯობესო ვიდეო, არ ვიცი, SEO არ რაღაც ახალი ტერმინია ჩემთვის, SEO როგორ დავხვეწო, რომ უფრო მეტად გავრცელდეს და ბევრმა მოისმინოს. ყველანაირი რჩევებისთვისაც ვარ ღია მოკლედ. და წინასწარ მადლობა, ვინც დამეხმარებით ნებისმიერი რამით.